დღეს გადაცემაში ნახავთ. Super gagne 100.000. შეგვიძლია მოიგო 100.000. აი მარტო ქასთან იქნება საინტერესო. მარტო ქასთან ბეთემით ზაპატარი. ჯორჯ კლუნის ლამაზი ქოთორი რატომ ახსოვს? სამწუხაროდ მსგავს თემატიკასთან ახლოს არ ვარ. ბაჟის მამაში არ არის. აპლის საყიდლა წასულა ამზევში შემოდიო. ენდობი თუ არა. მეუღლის ყველაფერში ვერდობი. რას ვერც ვერაფერს იმას. ვერც ვერაფერს. აქ უბრალოდ ვისკავ და დავაფიქსირებ. გამომშვიდობისა. მე გახლავართ დათო დარჩია და ჩვენ თამაშობ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100.000. ხოთ მივესალმოთ ლონგინოს ჩაგანავა. აბა როგორ ვართ? ჩვენი ვართ. აუცილებლად უნდა ჩაგეკითხო, საიდან მოდის ეს უცნაური სახელები, რომ გაქვს ქართველებს, ვიცით, მაგალითად დედაჩემის ბაბუაჩემის მოგონილი სახელი თანგული ქვიათ, ბაბუა მოიგონა თვითონ. აი, ლონგინოს წინაპრის სახელია. ეს არის ბაბუაჩემის სახელი, მაგრამ ისტორია უფრო დიდი ხნის წინ აქვს შუა ევროპაში, ძველი წელთა ღრიცხვით ჯერ კიდევ, თუნდაც რომის იმპერიაში და ანუ ასე შემდეგ რა. ისტორიული სახელია. ისტორიული სახელია. გამოგონილი არა. ძალიან კარგი, ჩვენიერი. მადლობა ჩვენს დარბაზს. ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან განათლების აკადემია TSG, საგანმანათლებლო ცენტრი Edu Global, 22 საჯარო სკოლა. დაუბრუნდეთ ჩვენს მონაწილეს. ლონგინოზი არის 21 წლის თბილისიდან. რა საქმეა? სტუდენტი ვარ და კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაზე. სტუდიაში ვისთან ერთად მოგძანეთ? სტუდიაში მოვედი მეგობრებთან ერთად. აბა მეგობრები გაგვეცანით. მეგობრებს მოგესალმებით. რომ მოვიგებთ 100.000 ლარს, სად მივყავს ეს მეგობრები? სახინგლისში აუცილებლად. ეს თავისთავად. რა გეგმები გვაქვს? სახინგლის მერე? სახინგლის შემდეგ იმედი მაქვს. არის ხო გეგმები რა? კი, რა თქმა უნდა. მაგისტრატურის გაგრძელება მინდა საზღვარგარეთ და ამაში გამოვიყენებდი საკუთარ თავში მოახდენი ინვესტიციას. პოლონეთში ან ლიტვაში. მე წარმატებებს გისურვებ. ახლა მე წესებში გახსენებ 100.000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხო 15 შეკითხვას. მე-5 და მე-10 შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მე-5 კითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მე-10 3.000 ლარს. გაქვს ასევე 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობებთან და კითხე დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად მიპასუხებ კითხვას, მაშინ დაკარგავ იმ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? გასაგებია. ძალიან კარგი. მზად ხარ თამაშისთვის? მზად ვარ. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100.000. და პირველი კითხვა 100 ლარი. საქართველოში გავრცელებული მოსაზრებით რას ამბობს პირველად ბავშვი? აღუ, ყოფნა არ ყოფნა, ია, ჰიდროელექტროსადგური. საინტერესო ვარიანტებია. ყოფნა არ ყოფნა ალბათ შესაბამისი იქნებოდა ბავშვისთვის, ახალშობილისთვის, საკმაოდ თემატური გამონათქვამია. მაგრამ მოდი მაინც ავარიანტზე დავჯერდები და აღუს ავარიანტს დავჯერდეთ და იყოს აღუ. 100 ლარი შენია. ისე ჰიდროელექტროსადგური რომ ცეფრო. რატომ უცრო? კარგი, მეორე კითხვა 150 ლარი. რომელ ცხოველს მოუხმობთ? ფის ხმით. ასე ვთქვათ. კატას, მარტორქას,
ბეჰემოთს თუ დინოზავრს? საინტერესოა. აი რო დაუძახოთ მაგალითად თითოეულს. აი მარტო რქასთან იქნება საინტერესო. მარტო რქას და ბეჰემოთს ალბათ არ მარტო რქას რომ ვეძახით. ზოოპარკში შეიძლება ბავშვები ეძახიან ხოლმე კიდევაც, მაგრამ ნუ დინოზავრს გამოვრიცხავთ თავისთავად. და საბოლოოდ დავაფიქსირებთ, მოდი კატას დავაფიქსირებთ. კატას. ეს. 150 ლარი შენია. მესამე კითხვა. 200 ლარი. ამ სიტყვებიდან რომლის დაბეჭდას დასჭირდება Shift ღილაკის გამოყენება კლავიატურაზე? დედა, მამა და ძმა. რადგან ქართული ანბანი აღემატება ინგლისურ ანბანს და გვიყენებს Shift ღილაკის გამოყენება გარკვეული ასოების დასაწერად, მოდი დავაფიქსიროთ D ძმა. D Shift-ი და Z-ის კომბინაციით. რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია და 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. რა არის ქართული თოვლის ბაბუის განუყოფელი ატრიბუტი? ხურსასმენები, ხურჯინი, ზურგჩანთა თუ პორტმონე? აი ნაბადსაც ველოდებოდი ვარიანტებში. ვადამდელად მაგას დავაფიქსირებდი, მაგრამ ახლა ეს ვარიანტები დაგვილოთ და მოდი დავაფიქსიროთ B ხურჯინი. B ხურჯინი. რა თქმა უნდა და 250 ლარი თქვენია. მივედით გარანტირებულ მეხუთე კითხვაზე, სადაც 300 ლარიც გვექნება თუ სწორად ვუპასუხებთ. ვინ გამოთქვა გრენლანდიის დაკავების და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიერთების სურვილი? დონალდ ტრამპმა, ბატონმა ვასო, კუფარაძე თუ ალიოშა დევდარიანმა? ბატონ ვასოს და ალიოშა დევდარიანს შეიძლება გქონდათ ეს სურვილი დიალოგში. მათ შორის ბატონ კუფარაძესაც, მაგრამ დავაფიქსიროთ დონალდ ტრამპ. დონალდ ტრამპ. გარანტირებული 300 ლარი თქვენია, რომელსაც ვერავინ ვერ შეეხება. გილოცავთ. ასევე გაქვთ სამი დახმარება ხელუხლებელიც და მეექვსე კითხვა 400 ლარი. რომელი კატეგორიის მართვის მოწმობა გჭირდებათ საქართველოში 4 ადგილიანი მსუბუქი ავტომობილის სამართავად? A კატეგორიის, B კატეგორიის, C კატეგორიის თუ D კატეგორიის? გააქვს მართვის მოწმობა? A და B კატეგორია. და მაშინ სადამე დავაფიქსირებ B კატეგორიას და კერძოდ B1, B2-ის დავიწყებთ. B კატეგორია, B პასუხი არის სწორი. და საბოლოო პასუხია? B კატეგორია. B კატეგორიის. რა თქმა უნდა, 400 ლარი შენია. მეშვიდე კითხვა 500 ლარი. ვისი მოთხრობების მიხედვით შექმნა თენგიზ აბულაძემ ფილმი ნატვისხე? A გიორგი ლეონიძის, B ეგნატე ნინოშვილის, C ვაჟა ფშაველას, D ნიკო ლორთქიფანიძის. ფილმი გვახსოვს კარგად? ხდიხ, გვახსოვს ნატვისხე. ყველა გამორჩეული მწერალია. ერთიც ვერ გამოვარჩევდი თავისი შემოქმედებით. რამდენადაც მახსოვს, ეს უნდა ყოფილიყო ვაჟა ფშაველა.
მაგრამ 100%-ით არ გახსოვს. დარწმუნებით არ მახსოვს კი ბატონო. მაგრამ იქნებ გიორგი ლეონიძის რამე ვერსია გააქვს? აი, რას ფიქრობ? გიორგი ლეონიძის ვარიანტსაც განვიხილავ. ანუ B და D ვარიანტს გამორიცხავ. ეგნატი ნიუშაძე და ნიკოლა ტიფანიძეს გამორიცხავდი ახლა. რა ლოგიკით? ნუ არ მახსენდება მსგავს თემატური ნაწარმოებები. შეიძლება ფილმს ანუ უნდა გადაწყვიტო A-სა და C-ს შორის. დიახ. უბრალოდ ვაჟა-ფშაველას და A-ს შორის. ლოგინოს მე შეგახსენებ, მე აქ ვარ, იმისთვის ვარ, რომ შეგახსენო, რომ გაქვს დახმარებები. თუ არ ახარ დარწმუნებული, მაშინ შეგიძლია გამოიყენო ეს დახმარება. მოდი მირჩევნია დახმარებები შევინახო და ამ ორ ვარიანტს შორის ჩემი თავარჩიო. ალბათ უფრო გიორგი ლეონიძისკენ ვიხრები და მოდი დავაფიქსიროთ გიორგი ლეონიძე. რისკავ? დიახ, გავრისკავ და საბოლოო პასუხია? გიორგი ლეონიძე. ვაფიქსირებთ A გიორგი ლეონიძის. ლოგინოს რომ გეთქვა ვაჟა-ფშაველა, ფიქრობდი ამას. დიახ. ქონდა ვარიანტად და ბოლოს რატომღაც შეცვალე. შენ არასწორი იქნებოდი. რადგან სწორი პასუხი გიორგი ლეონიძე და 500 ლარი შენია. ძალიან კარგი, დახმარება არ გამოვიყენეთ და გავრისკეთ. მერვე კითხვა 1000 ლარი. რომელ ვიტამინად გარდაიქმნება ბეტა-კაროტინი ჩვენს ორგანიზმში? A B C E თუ D K. სამწუხაროდ მსგავს თემატიკასთან ახლოს არ ვარ. ლოგიკის მიხედვით რომ გავყვეთ, ალბათ ბეტა-კაროტინი უნდა გარდაიქმნას, მაგრამ ან C ან K. ბეტა-კაროტინი. B-ს და D-ს ალბათ არ მგონია დარბაზში ზარი არ მიშველი სამ შემთხვევაში. კომპიუტერს ხომ ვთხოვთ? მოდი კომპიუტერს ვთხოვოთ დახმარება. ვთხოვოთ კომპიუტერს. დიახ. 50-50. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. ვთხოვთ წაშალოს 2 არასწორი პასუხი. შენი ვერსია წაიშალა. ჩემი ორივე ვერსია წაიშალა. ორივე ვერსია. რჩება A და E. აბა ბატონო ლონგინოს რას ფიქრობთ? ვერც ვერაფერს იმას. ვერც ვერაფერს. იქნებ დარბაზში ორი დახმარება იქნებ კიდევ. დარბაზში იცოდეს ვინმე თუ შეგვიძლია რომ ანუ გადავხედოთ. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას, ხო? დიახ. დარბაზში ვთხოვთ ხელი აწიოს იმან, ვინც იცის სწორი პასუხი. რომელ ვიტამინად გარდაიქმნება ბეტა-კაროტინი ჩვენს ორგანიზმში? A თუ E? ერთი მსურველი გვყავს. აქეთ, დიახ. აბა გაგვეცანით? მე ვარ მოსენა ურუზოვი. დიახ. ბეტა-კაროტინი, დიახ. რომელიც სტაფილოებში არის დიახ. გარდაიქმნება? და ასევე ესტროგენების რაოდენობას ამცირებს. დიახ. გარდაიქმნება საბოლოო ჯამში ავიტამინად. მადლობა. ერთი ვერსია, A ვერსია და ენდობი თუ არა. სხვა რა გზა მაქვს რომ არ ვეთქო. არა, სხვა გზა არსებობს.
თამაშის აგზელება მინდა აქედან კიდევ გამომდინარე. გაქვს ასე ვთქვათ დახმარება და ზარი ამ შემთხვევაში არ დამეხმარება. მოდი დავაფიქსიროთ საბოლოო პასუხია ავიტამინი. ავიტამინი. და ჩვენი დარბაზის ესეთი ვერსია გამართლებულია. მადლობა. $1000 ლარი თქვენია. დაგვრჩა ერთი დახმარება და მეცხრე კითხვა. 2000 ლარი. ამ უნივერსიტეტებიდან რომელი დაარსდა 1088 წელს და ითვლება დასავლური კულტურის უძველეს უნივერსიტეტად? A. ოქსფორდი, B. სორბონა, C. სალამანკას უნივერსიტეტი, D. ბოლონიის უნივერსიტეტი. აბა, მე მახსოვს დიახ. ესე ქვეცნობიერული მეხსიერებით, რომ ეს უნდა იყოს ოქსფორდის უნივერსიტეტი. საიდან გახსოვთ? დაკითხული მაქვს, სადღაც აღარ მახსოვს ზუსტად. ბოლონიის უნივერსიტეტი. აკითხული გაქვთ რომ გახსოვთ, მაგრამ არ გახსოვთ ოქსფორდია თუ არა? წელი ზუსტია თუ არა, მაგას ვერ ვიხსენებ. მახსოვს რომ საკმაოდ ძველია ოქსფორდი. მაგრამ ამდენად ძველი არის თუ არა, მაგას ვერ ვიხსენებ. სორბონა, სალამანკას უნივერსიტეტი და ბოლონიის უნივერსიტეტი. მე შეგახსენებ, დიახ. თუ გარისკავ და სწორი იქნება პასუხი, 2000 ლარს იგებ. ხოლო თუ არასწორად უპასუხებს 300 ლარზე ჩამოვარდები. დიახ. ასევე გაქვს ერთი დახმარება ზარი ახლობელთან, თუ თქვათ დარწმუნებული არ ხარ პასუხში. მოდი კიდევ ერთხელ გავრისკავ და შემოვინახავ დახმარებას გარანტირებული კითხვისთვის. და დახმარება კიდევ თუ შემოინახოთ, მაგრამ თუ პასუხი არასწორი იქნება, თამაში ვერ გაგრძელდება. გემბლინგია. ანუ საბოლოო პასუხი? ოქსფორდი. ოქსფორდი. $1088 წელს დაარსდა ბოლონიის უნივერსიტეტი. ოქსფორდი 1400. უფრო მოგვიანებით. სამწუხაროა. სამწუხაროა, მე შემოგთავაზე დახმარება მქონდა, მაგრამ გამოყენება გინდოდა იქით. სტრატეგია ასეთი ჰქონდა, მაგრამ ნუ რას ვიზამთ? თამაშია. მადლობა თამაშისთვის და მობრძანებისთვის. 300 ლარი გარანტირებული თქვენი. ხო, მადლობა, ნახვამდის. მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მიესალმოთ, მარეხი ტატალაშვილი. აბა, როგორ ბრძანდებით? კარგად გმადლობთ. მარეხი არის 48 წლის თბილისიდან. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მე მეორე სპეციალობაც მაქვს. რა არის დიახ? ფრანგულის ლექტორიც გახლავართ. რას ლაპარაკობ? უნივერსიტეტში. ფრანგულსაც ვსწავლი გარდა. აი მაგალითად ჩვენი გადაცემის სახელი ფრანგულად როგორ იქნება რა? Je peux gagner 100,000. შეგიძლია მოიგო 100,000. დიდი მადლობა. ვისთან ერთად მობრძანდით სტუდიაში? მეუღლესთან ერთად გახლავართ. მოგესალმებით. და 100,000 ლარის მოგების შემთხვევაში გეგმაში რა გვაქვს ქალბატონობა? ბევრი კარგი საქმის გაკეთება გააჩნია მოგებული თანხის რაოდენობას. 100,000 ლარს გულისხმობ მაქსიმუმს, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ვიმოგზაურებ
საოცნებო ქვეყნებში ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ნუ მაგალითად ერთი საოცნებო ქვეყანა მითხარით. აფრიკაში, სავანაში. აფრიკა. ძალიან აი კარგი. თუ 100.000 მოიგე სავანაში მოგზაურობ. მე წარმატებებს გისურვებთ. ხოლო იმისათვის რომ 100.000 ლარი მოიგოთ და თქვენც იმოგზაუროთ აფრიკაში, სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, მეათე შეკითხვა იგებს 3000 ლარს. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება, 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად უპასუხებთ კითხვას, მაშინ დაკარგავთ იმ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? მზად ხართ თამაშისთვის? მზად ვარ. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100.000. პირველი კითხვა. 100 ლარი. ქართულ ენაში რომელ ასოში ეშლებათ ხშირად ბავშვებს ასო შს წერა, რადგან მისი სარკისებრი დამწერლობა აქვს ц, ч, р, ჟ. წერას ნაცვლად შერას წერენ ხოლმე ბავშვები ხშირად. დიახ. რა თქმა უნდა, აწ. ა, ц. 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა. 150 ლარი. რომელი არ არის ერთმანეთთან ლოგიკურად ან შინაარსობრივად დაკავშირებული წყვილი? მზე და მთვარე, ჭადი და ყველი, რომეო და ჯულიეტა, აქილევსი და მაწონი. მომწონს იუმორი. დიახ. დ. აქილევსი და მაწონი. დ. აქილევსი და მაწონი. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რომელ ორ ფერად იყოფა ფიგურები? გული, აგური, ჯვარი და ყვავი. ბანკოს სტანდარტულ დასტაში. წითელი და შავი, მწვანე და ლურჯი, თეთრი და ყვითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი. მიუხედავად იმისა, რომ ბანკოს მოთამაშე, დიდი მოთამაშე არ გახლავთ, დიახ. ამდენი ვიცი, რომ წითელი და შავია. ამდენი ვიცით, რომ წითელი და შავია. სწორი პასუხია ა. რა თქმა უნდა, 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. რომელი რიცხვების ჯამი არ უდრის 100-ს? 55 პლუს 45, 33 პლუს 67, 37 პლუს 64, თუ 12 პლუს 88. აბა, რომელი არ უდრის 100-ს? 55-ს მივუმატოთ 45 100-ია. დიახ. 33-ს მივუმატოთ 67-იც ასევე 100-ია. დიახ. 12-ს მივუმატოთ 88-ს 100 გამოდის და სწორი პასუხია C. 37-ს მივუმატოთ 37-ს მივუმატოთ 64 და გამოგვდის რამდენი? 100. 101. ვაკვირდით C-ს. 250 ლარი თქვენია. და მივედით გარანტირებულ 300 ლარზე. მეხუთე კითხვა. მოღვაწეობის ბოლო წლებში რა ფსევდონიმით იყო ცნობილი ქართველი მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი? მეფე, იმპერატორი, კეისარი, ხელმწიფე. ძალიან მიყვარს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა. ხშირად ვუსმენ. მეფე. ზუსტად ვიცით. ზუსტად ვიცით. მეფე. მეფე ირაკლი ჩარკვიანი. დიახ, ასე იყო ცნობილი ამ ფსევდონიმით. და 300 ლარი თქვენია გარანტირებული, რომელსაც ხელს ვერავინ ვეღარ ახლებს. მართლა. გილოცავთ 3 დახმარებაც.
ხელუხლებელი გაქვთ? და წინ მეექვსე კითხვა. 400 ლარი. რომელი მსახიობი არ არის ცნობილი სიმელოტით ან მთლიანად გადაპარსული თავით? A. იულ ბრინერი B. ბრიუს უილისი C. ჯორჯ კლუნი D. ვინ დიზელი გახსოვთ ეს მსახიობები? ნუ ბრიუს უილისი გამოვრიცხე ახსოვს ვიზუალურად მელოდია? გადაპარსული თავით ალბათ. კი ბატონო. დანარჩენები? ვინ დიზელი? ვინ დიზელი და იულ ბრინერი არ მახსოვს, მაგრამ ჯორჯ კლუნის ლამაზი ქოჩორი რატომ მახსოვს? ჯორჯ კლუნი გახსოვთ? სიმპათიური მამაკაცია ნამდვილად, კი, ბატონო. მაგრამ თმით მახსოვს. არ მინდოდა ეხლავე დახმარების გამოყენება, მაგრამ სავარაუდოდ მომიწევს და ალბათ ამ შემთხვევაში ვიყენებთ? ყველაზე უპრიანია 50-50-ზე, მაგრამ რომ დატყოს მე ის ორი, რომელიც არ ვიცი, არ ვიცით, კი ბატონო. ამიტომ ესეც კომპიუტერზეა რისკია. დამოკიდებული. ფიქრობ რისკა. ანუ თქვენი ვერსია რა არის, ხალხო? ნუ მე ჯორჯ კლუნზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს მახსოვს რატომღაც ესეთი ლამაზი თმით, მაგრამ ეს ის სფეროა, არ სამაგეროდ არ მახსოვს იულ ბრინერი. და ამიტომ ვერ რისკავ. დარბაზის დახმარებას ავიღებ. მირჩევნია თუ შეძლებს დარბაზი დამეხმაროს. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დახმარება შემიძლია. დარბაზში ვთხოვ, ვინც იცის სწორი პასუხი, ხელი აიწიოს. რომელი მსახიობი არ არის ცნობილი სიმელოტით ან მთლიანად გადაპარსული თავით? ვინც იცის სწორი პასუხი დარბაზში? აბა, ხელი რო ავიწიოთ. ერთი მსურველი არის. თქვენი მეუღლე თუ არ ვცდები. გაგვიცანით? მე ვარ მეუღლე, დიახ, მეუღლე. მარიხთა სახელი? ტარაშვილის და არსენა მახაური. კი ბატონო. და თქვენი ვერსია პასუხი? ჯორჯ კლუნი. მადლობა. თქვენმა მეუღლემაც თქვენი ვერსია დაასახელა C. ჯორჯ კლუნიო. ენდობით? მეუღლეს ყველაფერში ვენდობი. ეს ერთი. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა თამაშის გაგრძელება, იმიტომ რომ მე აქ მოსული ვარ საკუთარ თავის გამოცდისთვის და ძალიან მინდა ვითამაშო. ანუ შემდგომი კითხვების მოსმენა და ამ ეტაპზე ვრისკავ შეიძლება წავაგო და ვეღარ მოვისმინო შემდეგი კითხვები. მაინც ჯორჯ კლუნს დავაფიქსირებ. საბოლოო პასუხია? საბოლოო პასუხია ჯორჯ კლუნი. C. ჯორჯ კლუნი. და რა თქმა უნდა, მისი ქოჩორი სწორად გახსოვდათ. 400 ლარი თქვენია და მადლობა მეუღლესაც, რა თქმა უნდა. გაბატონო მარეხი, იულ ბრინერი, ცნობილი კრისი, შესანიშნავ შვიდეულში, ალბათ ანახი გეკნებათ გადაპასული თმით, ეს არის იულ ბრინერი მსახიობი. ჩემი კრისი მისი. ბატონო. ნუ მსახიობი არ მახსოვდა. ეხლა გეწდინებათ. აუცილებლად. დაგჭათ ორი დახმარება და მეშვიდე კითხვა. 500 ლარი. რა გააღიზიანებს ყველაზე მეტად მიზოფონიის მქონე ადამიანს? A. კვეთრის სინათლე. B. საჭმლის ღეჭვის ხმა. C. თმაზე შეხება. D. ყვავილების სურნელი. თუ სწორად მახსოვს, მიზოფონია არის საჭმლის, აი სწორედ როდესაც ხმა მაღლა ღეჭავ, აი იმ ხმაზე გაღიზიანება. შეიძლება აქაც თქვენ ღიზიანდებით? არა, და არც მიზოფონია არ ამჭერს აქედან გავიძინე. ან ჩემს გარშემო არის ლუკმებიან ასე. ალბათ ნაკლებად. მიზოფონია აქ უკვე ჩემს ფაქტობრივ ცოდნას ვეყრდნობი, იმიტომ რომ აქ გამორიცხვით სავარაუდოდ ვერ წავალ და ვერ ვივარაუდებ ლოგიკური კავშირით.
იმედია სწორად მახსოვს, ეს არის საჭმლის ღეჭვის ხმა. მეზოფონია. ამ შემთხვევაშიც მირჩევნია დახმარებები შევინარჩუნო და გარისკოთ. გავრისკო და მეზოფონიას ვაფიქსირებ B საჭმლის ღეჭვის ხმას. B საჭმლის ღეჭვის ხმა. და თქვენ სწორად გახსოვდათ. 500 ლარი თქვენია. მერვე კითხვა 1000 ლარი. რომელ რიტუალთან დაკავშირებით სრულდებოდა ტრადიციულად ქართული ხალხური სიმღერა მზე შინა და მზე გარეთა მზე შინ შემოდიო. A ქორწილის B ძეობის C გაზაფხულის დადგომის თუ D მოსავლის აღების. ვაჟის მამა შინ არ არის, აკულის საყიდლა წასულა, მზევში შემოდიო, ქორწილი გამოირიცხა, იმიტომ რომ უკვე ვაჟი შეძენილია, გაზაფხულის დადგომა და მოსავლის აღებაც და ვაფიქსირებ B ძეობა. ანუ საბოლოო პასუხია? საბოლოო პასუხია B ძეობის. B ძეობის. და ეს სწორი პასუხია. 1000 ლარი თქვენია. ძალიან კარგი, ორი დახმარება გვაქვს, ქალბატონო მარეხი და წინ მე-9 კითხვა. 2000 ლარი. ძირითადად რომელი ჯიშის ყურძნისგან მზადდება თეთრი ღვინო გურჯაანი? A ხიხვი B ქისი C კრახუნა D კაციტელი. აი აქ მგონი მეუღლის დახმარება გამოგვადგებოდა ხო? რომელიც არის თან მეუღლე და თან კახელი. ამაშია საქმე. ეს ზუსტად ვიცი რომ მეუღლე მიცის, მაგრამ სამწუხაროდ მაგრამ სამწუხაროდ ეს დახმარება აღარ დაგვრჩა. დავკარგებისი დახმარება დიახ. რამე ვერსია თუ გაქვთ? ვიმსჯელებ. კი ბატონო. ქართელი ვიცი რომ თეთრი ღვინო მზადდება. დიახ. ეს მგონი ყველამ ვიცით. ანუ თეთრი ღვინო და თეთრი ყურძენია. ქისიც იშვიათი ჯიშის არის და ვიცი რომ თეთრი ღვინო მზადდება ქისისგან. ხიხვი და კრახუნა არ ვიცი რომელი ყურძენია. სავარაუდოდ ესეც ალბათ თეთრი ყურძენია. ნუ ლოგიკურად თეთრი ყურძნისგან დამზადდება თეთრი ღვინო. თან გურჯაანი. ნუ რახან გურჯაანი ქვია ამ თეთრ ღვინოს, ანუ ეს ყურძენი უნდა მოდიოდეს ძირითადად გურჯაანში. დავუშვათ და არა თელავში ან ყვარელში, უფრო მეტად გავრცელებული გურჯაანში უნდა იყოს ლოგიკურად. ქისისაგან დამზადებულ ღვინოს, ახლა გურჯაანს რატო დაარქმევენ? ქისის ღვინო არის, იმიტომ რომ ეს ისედაც ისეთი პოპულარული და იშვიათი ჯიშია და რატო დაარქმევდნენ? დავუშვათ, აი კრახუნა და ხიხვი აღარ ვიცი და ქაწითელისაგან დამზადებულ ღვინოს ქვია გურჯაანი. უფრო ქაწითელზე ვფიქრობ, მაგრამ დარწმუნებული არ ახართ? არა, იმიტომ რომ არა მაქვს ფაქტობრივი ცოდნა. ვიცი ქისის ღვინოს, ქაწითელის, გამიგია ოჯახშიც ვაყენებთ, მაგრამ აი ეს გურჯაანი უკვე აღარ ვიცი ჩამოსხმით ალბათ. თქვენ თუ გარისკავთ და სწორი იქნება პასუხი, იგებთ 2000 ლარს. ხოლო თუ არასწორად მიპასუხებთ, მაშინ 300 ლარზე ჩამოვარდებით და დაკარგავთ 700 ლარს. გაქვთ ორი დახმარება. ორი დახმარებაც მაქვს, დიახ. 50-50-ზე და ზარი ახლობელთან. 50-50-ზე გამოვიყენებ უპრიანია ამ შემთხვევაში. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. 50-50-ზე. კი ბატონო, ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას და ორ ვარიანტში. ხოვთ რომ წაგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. აიმე.
აი დარჩა ქისი და კაცი. წითელი. ვარიანტი კაცი წაიშალა. იქნება რა. შეიძლება ვწდები, მაგრამ დერ კაცითელი. საბოლოო პასუხია დერ კაცითელი. ალბათ. დე თანაც გურჯაანიდან ჩამოვაგთხოვნე კაცითელი. კაცი. თეთრი ღვინო გურჯაანი მზადდება კაცი. და თქვენ 2000 ლარი გაქვთ. ერთი დახმარება დაგვრჩა და მივადექით მეათე კითხვას. გარანტირებული 3000 ლარია თუ სწორად უპასუხებთ. და მეათე კითხვა, გარანტირებული 3000 ლარი. რამდენი ხანი გრძელდება რამადანი მუსლიმებისთვის? A. 1 კვირა, B. 20 დღე, C. 1 თვე, D. 45 დღე. გსმენიათ ამ დღესასწაულის შესახებ? დიახ, მარხვა რამადანი მუსლიმების დღისით არ ჭამენ, ხამე მიერთმევენ საკვებს, თუ სწორად მახსოვს. ბევრი მუსლიმი მეგობარიც მყავს, რომელიც რამადანს იცავს. მაგრამ უნდა ვიმსჯელო, ზუსტი პასუხი არ ვიცი. მაგრამ ზუსტი პასუხი არ იცით. არა. ვერსია? ვერსია. აი ეს ერთი შეხედვით ვერსია რა. 45 დღე არა აქვთ რამადანი. არა აქვთ 45 დღე არა მგონია. არც ერთი კვირა აქვთ ხოლმე რამადანი. ანუ ხშირად ყოფილა აღმოსავლეთის ქვეყანაში ყოფილად როცა რამადანია და დღისით დაკეტილია მაგალითად კაფეები ხოლმე გვიანღამი იხსნება მახსოვს, მაგრამ ეხლა ვეღარ ვიხსენებ უბრალოდ რამდენი ხანი გრძელდება მათი რამადანი. და მე გვიან საღამოს და ჩვენც ტურისტები იძულებული ვართ გვიან ვიყიდოთ საკვები. მქონია ასეთი შემთხვევა პირადად. გასაგებია. ერთი კვირა. რა მე მგონი კვირაზე მეტი აქვთ რამადანი ხოლმე, იმიტომ რომ მოსწავლეებიც ამყავს მე მუსლიმები და ამბობენ ხოლმე ბავშვები. არც 45 დღე არ მგონია. ანუ ერთ კვირას და 45 დღეს გამორიცხავთ. ანუ ბესადაც ეს შორის ფიქრობთ 20 დღე ან ერთი თვე. ერთი თვე ან 20 დღე და რატომღაც 20 დღე მგონია. 20 დღე ხომ არ გრძელდება რამადანი. გემძანეთ რომ მეგობრებიც ყავს იქნებ ზავი დავრეკოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. თუ ჩემს ახლობელს პასუხეთ სწორად 3000 ლარი გვექნება გარანტირებული. თუ ყავთ მეგობარი, ვინმე რომელმაც იცის რამდენი ხანი გრძელდება რამადანი მუსლიმების. ან რომელიმე მუსლიმ მეგობარს დაურეკოთ, ან შეიძლება ქრისტიანმაც იცოდეს. ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთის კულტურას პატივს ვცემთ და ვიცით. კი ბატონო. მე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუ არასწორად მიპასუხებთ, თქვენ 300 ლარზე ჩამოვარდებით და 1700 ლარს დაკარგავთ. დიახ. ხოლო თუ სწორად უპასუხებთ, გარანტირებული 3000 ლარი თქვენი იქნება. პრინციპში მირჩევნია ზარი ახლობელთან გამოვიყენო, შეიძლება იცოდეს ეს შეიძლება იცოდეს და გამოვიყენო ზარი ახლობელთან. ვისთან ვეკავთ? რატისთან. რატისთან. დიახ. კი ბატონო, ვიყენებთ მესამე დახმარებას ზარი ახლობელთან და ვეკავთ რატისთან. ბატონო. რატი მოგესალმებით. გამარჯობათ. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100000. დიახ, ისმეთ. მარეხი ტატალაშვილი მიზის მე ახლა სათამაშოდ და თქვენი დახმარება სჭირდება. ვიმედოვნებ, რომ თუ სწორად უპასუხებ და დაეხმარებით მას, გარანტირებულ 3000 ლარს მოიგებს. მეცდები. 30 წამი გაქვთ. დრო და მარეხი თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო ჩაირთო. რატი
რამადანი მუსლიმებისთვის რამდენი ხანი გრძელდება? 1 კვირა, 1 თვე, 20 დღე თუ 45 დღე? ფილმს როგორც ახსოვს ერთი თვე უნდა გრძელდებოდეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. რამადანი არის მართლა ეგრეთ წოდებული და მე მგონი ერთი თვე. მეც 1 თვეზე ან 20 ხუთი წამი დარჩა? დიახ, ერთი თვე უნდა იყოს, ანუ მზის ამოსვლამდე არ შეიძლება მზის დრო ამოიწურა და ნუ ერთი თვე თქვა. გამომდინარე იქიდან რომ კვირა და 45 დღე მე თვითონაც გამოვრიცხე ჩემს ვერსიაში და 1 თვეს ან 20 დღეზე ვფიქრობდი. ვენდობი ამ შემთხვევაში ჩემს ახლობელს და 1 თვე. დავაფიქსირებ, გავრისკავ და დავაფიქსირებ C 1 თვე. საბოლოო პასუხია? C 1 თვე. C 1 თვე. შეიძლება მაგრამ რომ გეთქვათ 20 დღე. თქვენ დაკარგავდით გარანტირებულ 3000 ლარს. ეს სწორი პასუხია. გარანტირებული 3000 ლარი თქვენია, რომელსაც ვეღარავინ შეეხება. დახმარებები აღარ დაგვრჩა. თუმცა წინ 5 კითხვა გვაქვს 100000 ლარამდე და მე-11 კითხვა 6000 ლარი. ჩამოთვლილთაგან რომელმა ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა ჰეტრიკი ჩემპიონთა ლიგის 1 თამაშში? აქ მინდოდა ის სახლობელი ზუსტად. ფეხბურთში ერგვევა კარგად. ძალიან. A. გიორგი კინკლაძე. B. ლევან კობიაშვილი. C. ხვიჩა კვარაცხელია. თუ D. ალექსანდრე იაშვილი. ჩემპიონთა საერთოდ არ გიყვართ ფეხბურთი თუ? არა, ჩვენი ეროვნული ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვერ ყვევი, მაგრამ ესე ნუ ეროვნული ფორმით და დროშით გულშემატკივრობ და ალბათ ცოტა თუ მიშვილის ეგ მსჯელობაში. ჩემპიონთა ლიგის თამაშში კინკლაძე, კვარაცხელია, კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრ ქართველს აქვს თქვენი აზრით დათამაშები? არა. აი ამ ფეხბურთელებისგან კვარაცხელიას. ამ ფეხბურთელებიდან კვარაცხელიას და კალაძეს მოგებული აქვს ხო ჩემპიონთა ლიგის თასი თუ? კი ბატონო. მაგრამ აქედან კვარაცხელიას. კალაძე არ აქვს ოღონდ აქ. კალაძე ხო აქ არა გვაქვს ჩამონათვალში. რომელმა ქართველმა ფეხბურთელმა თუმცა აქ არის მოგებაზე არ არის, აქ არის ჰეტრიკი შეასრულა ერთ თამაშში. 3 ბურთი სამი გაიტანა. ბურთი გაიტანა. აი ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა ერთ თამაშში? არა, ყველა შეეძლო რა თქმა უნდა. აქედან ყველა. კი ბატონო, მაგრამ ერთმა გააკეთა. ყვარა. აქ უბრალოდ ვისკავ და დავაფიქსირებ ინტუიცია ვისაც მიკარგავს. დასაკარგი პრინციპში არაფერი არ აქვს. იმიტომ რომ თუმცა თუ სწორად უპასუხეთ, აორმაგებთ თანხას. დიახ, მაგრამ დახმარება აღარა მაქვს და ამ შემთხვევაშიც ფიზიკურად თამაშსაც ვერ ვიხსენებ, რომელ თამაში გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ეროვნული ნაკრების თამაშებს ნამდვილად სულ ვუყურებ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის თამაშებში ესე მოსმენით ვარ ჩართული. მოსმენით. დიახ. 3 გოლი ვინ გაიტანა? პრინციპში აი ზუსტად აქ მინდოდა მე დახმარება ჩემი თავარია აიქნებ ლოგიკით, რომელიც ვარაუდების ჩამოთვლის გარეშეც უპასუხებდა. ანუ მარე საბოლოო პასუხს ვაფიქსირებ. ნუ ხვიჩა კვარაცხელიას დავაფიქსირებ. იმიტომ რომ სხვები არ ვიცი და შესაბამისად თამაშები არ ვიცი. ხვიჩამ რომ ჩემპიონთა ლიგაში ერთ თამაში გაიტანა 3 გოლი. ეს კვარაცხელია ხო მაინც ახლა ბოლო ახალი მოთამაშეა და წესით უნდა მახსოვდეს. და ამათთან შედარებით ახალგაზრდა არა. აი კვარაცხელიას დავაფიქსირებ C-ს. საბოლოო პასუხია? C. C. ხვიჩა კვარაცხელია. არა მაქვს უბრალოდ სხვა ვარიანტი. გასაგები. შეიძლება კინკლაძე?
მარე დასაკარგი არ ქონდა არაფერი თუმცა ამ ფეხბურთელებიდან ვინც ერთ თამაში 3 გოლი გაიტანა იყო ლევან კობიაშვილი აქ ლევან კობიაშვილი გერმანიაში მოახერხა ეს მან შალკე 04-ში თამაშობდა ლევანი და გაიტანა გოლი. დიახ 3 ახლობლის დახმარება აქ უნდა გამოეყენებინა. თუმცა 3000 ლარი თქვენია და მადლობა მობრძანებისთვის თქვენ არაჩვეულებრივად ითამაშეთ. გემშვიდობებით. კარგად გაგდებოდეთ. ხო. ჩვენ თამაშობდით თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. მე კი გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.